დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან მისალოდ წერილებს იღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. წერილში, სადაც საქართველოს მთავრობა ნახსენები არ არის, რუბიო ამბობს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სწრაფვაში შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას. განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ 2026 წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაღრმავებლად და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღწევად. შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ის ცდილობს ხანგრძლივი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევას. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისაკენ. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილს ავრცელებს, სადაც ის ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვაში. საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ. მოკლე მისალოდ წერილში ნათქვამია, რომ მეფე ორ ხალხს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობით ამაყობს და ქართველ ხალხს მეუღლესთან ერთად კეთილ სურვილებს გადასცემს. დამოუკიდებლობის დღის მილოცვას შეუერთდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოში. ერთობლივ ტექსტში საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირი კვლავ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს პოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისაკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო გრძელვადიან პარტნიორებად პროგრესი, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ ადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს გერმანიამ და საფრანგეთმაც. გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში. საფრანგეთი მხარს უჭერს როგორც დღეს, ასევე მომავალში ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში ნატოს სამოკავშირე ოფისით შეუერთდა. განცხადების მიხედვით ნატომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისს ნატოს სამოკავშირე ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევს სულისკვეთებას. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღის მილოცვა საქართველოს ჩინეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანისგანაც მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჩინეთის პრემიერმა ლიციანმა ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი მიხეილ ყაბელაშვილს დამოუკიდებლობის დღე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომის პაპმა ლეო მე-14-მ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩმა, ბელგიის მეფე ფილიპემ, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლიჯე მიუნგმა, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინმა მიულოცეს.